მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ნახოთ გაშლა, პაუზა თუ დასასრული. ნახოთ რა ხდება თქვენს წყვილში ეხლა. ასეთი რაღაც ფიქრობ, მინი გაშლას გავაკეთებ ეხლა. პაუზა თუ დასასრული. აბა ნახოთ ეხლა. მოდით ნახოთ რა ხდება ეხლა თქვენთან. უცბად ნახოთ. და გითხოთ, ანუ ეს პერსპექტივის თქვენი ურთიერთობის, ხო? ნახოთ ახლა გითხოთ და ცოტა აქეთ არწე. და ახლა რა ხდება თქვენ შორის? რა ხდება თქვენ შორის და ეგრევე გამოვიდა არჩევანის თემა, რაღაცა ხართ გაბუტულები. ხო? კაი ხანი. აქ რაღაცა სიტუაცია გრძელდება დიდი ხანია, როცა თქვენ ახლა რაღაცას არიღებთ რა, დიდი ხანი მიდის სიტუაცია, როცა ხან კარგად ხართ, ხან არა ხართ კარგად, ხან ისე ხართ, ხან ასე ხართ რა და სულ რაღაცა არჩევანის წინ გახარ და ეს გრძელდება დიდი ხანი, მაგრამ ამ დროს სიყვარული არის აქ და აქ მოიჩქარეს თქვენთან ადამიანი, ვისაც თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე არაფერსაც არ აკეთებ, არაფერსაც არ უნდა, რაღაცა ცოტა ისეთი მდგომარეობა გაქვთ, აი რაღაც სასიამოვნო. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ, ნახოთ. და გოგო, თქვენ ხართ როგორ ენერგიაში, თქვენ აი აქ როგორი თემა არის, მიმღები. აი აქ ადამიანია როგორი არის, იცით, აი აქ даже ვეტყოდე, კი რა თქმა უნდა თქვენ ახლა გენატრებათ ადამიანი, მაგრამ სიყვარული გაქვთ როგორი, იცით. აი ეს არის როცა სულით მიყვარს, სულით. არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება, როგორ ხდება, უბრალოდ გიყვართ. აი ეს არის, აი რაღაცნაირი უანგარო სიყვარული რა. აი როცა ადამიანი ამბობს, უბრალოდ აი ესეთ ენერგიაში ხართ რა. არ არის ცუდი ენერგია, ნამდვილად აი სხვათა ძალიან მაღალი დონე. როცა უკვე ადამიანი ხვდება, რომ რაც არ უნდა იყოს, კი აი თითქოს მივეჩვიო უკვე ამ სიტუაციას, მაგრამ აქ სხვა დონის რაღაცა, მაგრამ ამ არხზე მე არ ვარჩევ ასე ღრმად, რა ვიცი. იმიტომ რომ ძალიან ესეთი უკვე ადამიანი გადადეს, კი. აქ როგორი სიტუაცია, ნახეთ, ახლა რას ფიქრობთ თქვენ? პრინციპში შეიძლება თქვენ даже იმასაც ფიქრობთ, რომ დავკარგე რა, ეს ურთიერთობა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება დაუშვათ, ახლა ფიქრობთ, რომ აი არ დააფასა სიყვარული, ხო? ან არ უნდა ჩემთან, ანუ არ მირჩევს დაუშვათ, ხო, ეს ადამიანი, იმის მიუხედავად, რომ თქვენ აქ მშვენიერი, კარგი, ჭკვიანი, შეძლებულიც, რა ვიცი, ყველაფერი ხო? მაგრამ აი რაღაც ადამიანი, რომელიც ქმნის თავს, მაგრამ ვერ შეუქმენი, რაღაცნაირად აი თითქოს არ მიმართლებს რა, იმის მიუხედავად, რომ ასეთი გადასარევება რაღაცა სიყვარულში არ მიმართლებს, რაღაცა არ გამოდის ისე, როგორც თქვა თქვენ გინდათ დაუშვოთ, ხო? და აი ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ არის როგორი პოზიცია, გადაწყვეტილება გაქვთ როგორი მიღებული, იცით რომ ანუ მივდევარ სიყვარულით მივდევარ რა. კი, ანუ აი იმიტომ გითხარ, არჩევანი ხო არის რა, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ეს გაუგებარი სიტუაცია. აი დიდი ხანია, თითქოს ღმერთი გაძლევთ ამ სიყვარულს. კი, ბევრი კაი რაღაცა მომენტები გაქვთ, მაგრამ აი არ იღებს რა. და აქ შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილად, ახლა რა გავაკეთო, მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე უკვე ამ ურთიერთობისთვის რა. და ამიტომ აქ სიყვარულში რა უკვე ადამიანი აქ მართლა ფიქრობს, რომ ჯობია დავასრულო, კი, იმის მიუხედავად, რომ არა ხარ ცუდად განწყობილი ადამიანის, არა. უბრალოდ აქ როგორი მომენტი არის რა, იცით თქვენი ფასი ძალიან კარგად იცით რა, მაგრამ უბრალოდ აი არ ხდება რა, რაღაცა ვერ იღებს. აი თქვენ ესეთი პოზიცია გაქვთ გოგოებო, რომ ნამდვილად აი რაღაცნაირად ვერა რა და გადაწყვეტილებას უკვე იღებთ, რომ არა უნდა დავასრულო რა, იმიტომ რომ აზრი რა, ისევ მირჩევნია, აი აქ ახლა კი ასეთი კარგი ვარ და მშვენიერი, ისევ ჩემ თავს ავერჩევ და პრინციპში ახლა სამომავლოდ რას ფიქრობთ, რომ არ ფიქრობთ იმას, რომ თქვენ დაუშვოთ აი ამით რამის წააგებთ დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ ადამიანი კიდევაც გეუბნებით, რომ არ არის ისეთ ენერგიაში, რომ დაუშვოთ ახლა ეჯავრება ადამიანი, აქ პირიქით, აი რაღაცნაირი ისეთი სიყვარული გაქვთ და ისეთი განწყობა გაქვთ ადამიანის მიმართ, აი
ну даже ისიც არ არის აი მოდი გაუგო ეხლა ამას არა უბრალოდ ну რა ვქნა არის მიყვარს მაგრამ ვუშვებ აი ეგეთი რაღაცა არის აქ გოგოს ენერგიაში მანდ ნახოთ ბიჭის ენერგიაში რა ხდება ეს ადამიანი შეიძლება იყოს ხოთშოს ეხლა ან ავანტყოფურად განიცდის ან ну ესეთ შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც და ყველა ვარიანტში ეს ადამიანი ხა არის კრიზისში უეჭველი ძალიან დიდ კრიზისში და კი შეიძლება რაღაცა პერიოდი აქ როგორი თემა არის ისეთ ადამიანი რომელიც არ იღებს გაკვეთილს რა კი იცის რომ თქვენ აი თვითონ უჭირს შეიძლება ავათ არის თუდათ არის რაღაცები ჭირს ამ ადამიანს და იცის რომ შეიძლება თქვათ აი თქვენს ხა კი განიცდის იცის რომ თქვენს გულს გტკენს აქ შეიძლება სხვაობა იყოს რაღაცის სხვაობა იყოს ხო თქვენში ხო მაგრამ იცის რომ თქვენ გააქვთ რაღაცა უფრო მეტი გამოცდილება კი შეიძლება მაგრამ იცის რომ აი აქ თითქოს არ არის არავინ ბედნიერი მაგრამ ნახეთ აქ არის ეკლესიის ფანჯარა ანუ ადამიანი მიდის და ანუ არ იღებს იმას რომ თქვათ ახლა ეკლესიაში არ შედის მოდით ასე რომ ვთქვათ რა არ შედის იმის ანუ არ იღებს დახმარებას იმისთვის რომ გამოასწოროს რაღაც ამიტომ შეიძლება აქ ადამიანზე იმოქმედოს ბევრი რაღაცა შეიძლება ავათაც იყოს შეიძლება ცუდათაც იყოს სულიერად ცუდად იყოს შეიძლება ფინანსურად ცუდად იყოს ჯანმრთელობითაც ცუდად იყოს აი ნუ ძალიან ცუდი ენერგია რა ძალიან მძიმე ენერგია რა იმიტომ რომ ეს ადამიანი სულ ბრძოლაშია, გაიგეთ? ანუ გეუბნეთ, აი არ იღებს, აი იმის მიუხედავად, რომ გულში ყავხართ თქვენ, ხართ მისთვის მნიშვნელოვანი, უყვარხართ, ხო? გაფასებს ძალიან, მაგრამ აი ბრძოლობს და ეს არის როგორც როცა ადამიანი აი აქ სულიერ გაკვეთილს არ გადის, არ იღებს. გაიგეთ რა ხდება? არ იღებს, იმიტომ რომ სულ რაღაცა გეწინააღმდეგება, სულ რაღაცა ბრძოლა, სულ რაღაც აი ვერა ჯიუტი ადამიანი, რომელიცაც აი კი და ამ დროს ეხლა ძალიან მძიმედ გრძნობს თავს. ბევრი პასუხისმგებლობა შეიძლება აქ აღებული. ხო გითხარით, ავათარის უფულობა, ყველაფერი აბსოლუტურად რატომ? იმიტომ რომ სულ რაღაცა გეჯეუტება, სულ რაღაცას თავს იცავს რა, შეიძლება ახლა თქვენ რამეს ეუბნებით კიდევაც ამას, მაგრამ ნუ აი ასე რა. ვერ ხედავს ეგაც ვერანაირი აი აქ რო გითხრათ ახლა გაგრძელებას ურთიერთობის არ იცის უფრო სწორედ даже არ იცის სამომავლოდ რა იქნება არ იცის რატო იმიტომ რომ გეუბნებით არ იღებს გაკვეთილს არ უნდა რომ შეიცვალოს არ უნდა რომ თქვათ რაღაცა ანუ გახდეს უფრო თქვათ ახლა მამაკაცური ასე ვთქვათ მამაკაცმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამისთვის ეს არის ყველაფერი თვირთი რატომ აი არაფერი არ ხდება გეუბნებით რომ არ იღებს ეს შეიძლება სადღაც ან წასვლას აპირებს გადაწყვეტილებას იღებს ეგა თუ იქ სადაც უფრო კარგად იგრძნობს თავს მაგრამ არაფერიც არ უხარია მაგას რო გითხრათ რომ რამე უხარია არაფერიც მაგას არ უხარია არა არის მარტო არის თავისთვის ჩაკეტილი მომავალში რა იქნება არ იცის უნდა რა თქმა უნდა აქ ადამიანს აგდებენ უზარმაზარ ტრანსფორმაციაში იმიტომ რომ რბილად არ უნდა და ეხლა უზარმაზარ ტრანსფორმაციაში ჩააგდებენ ნახეთ მაღალი ძალები ნახეთ რა დღეში უკვე არიან რომ ჩააგდებენ ამას მარტოობაში და იქ დაიწყება მაგაზე მუშაობა თან ძალიან ძლიერი მუშაობა რა აი ძალიან ძლიერი იმიტომ რომ ადამიანი არანაირად აი ეწინააღმდეგება მომავალში აი ან ხო გითხებოდი ჯიუტობს მაგრად ჯიუტობს ეს ადამიანი არ შედეს ტრანსფორმაციაში და ამიტომ აი მაგას და აი ძალით რო ადამიანს ჩააგდებენ ესეთ მდგომარეობაში სადაც აიძულებენ რომ რაღაცები შეცვალოს კი ну ეხლა შეიძლება უფრო ფიქრობს ეხლა სამსახურზე, ფულზე ფიქრობს, შეიძლება სახლზე ფიქრობს, შეიძლება უნდა რაღაცის შენაძენი და ამისთვის ჭირდება თქვათ ფინანსები და რაღაცა უფრო მატერიალურში არის ადამიანი გადავარდნილი
და ანუ აქ როგორ არის იცით მატერიალური უფრო აინტერესებს რა დანარჩენს ყველაფერს ეწინააღმდეგება შეიძლება თქვენ რო ხართ აი ასე თქვა ძლიერი და ფინანსურად კარგად მყარედ გახართ ფეხზე შეიძლება ამასაც უნდა იგივე რო გქონდეს და ამიტომ მაგრამ აქ როგორ არის მატერიალური საყრენებს წინ და აი ეს სიყვარული სად არის მისი ნახეთ აჰა ну იცით როგორი სიტუაცია ხო რა აი მატერიალურისკენ არის უფრო ну რას გითხარით პრინციპში რა ამას ახლა გულით უნდა რომ უბრალოდ აი ბევრი ფული მინდა მქონდეს აი შეიძლება თქვათ იმდენი რაც თქვენ გაქვთ ეგაც შეიძლება იყოს თქვათ ამაზე ვოცნებობ რომ აი რომ მეც ახლა უნდა ვიყო ისეთი რომ ვიზრუნო მაგრამ აქ როგორი სიტუაცია იცით ახლა შეიძლება კი არა ადამიანი ოჯახზეც ფიქრობს სოლზე ფიქრობს უნდა რომ ყავდეს საყვარელი ქალი ცოლად ვისაც კარგი შეიძლება თქვენც ახართ ეგა შეიძლება ფიქრობს რომ დაუშვათ ახლა სადღაც უნდა წასვლა მაგას ადამიანი ძალიან დამოკიდებული სხვის აზრებს სხვათა შორის და ისეთ როგორი თემა არის აი აქ არ ვიცი რა ურთიერთობა გაქვთ ხო მაგრამ ამას როგორი ურთიერთობა უნდა აი რო საზოგადოებას რო მოეწონოს რა რომ აი თქვათ ისე გავაკეთო ყველაფერი რომ ნუ ფულიც ვიშოვო ოჯახი შევქმნა კარგით ახლა აქ ძალიან რაღაცნაირი ისეთ სიტუაცია მოდით ჯერ ეს ნახო აბა არის აქ თუ არა ეს ვკითხეთ ჩვენ ესე იგი პაუზა და დასასრული ну პრინციპში რა გითხრათ იცით ახლა შეიძლება იყოს რაღაცა გამოჩენა ადამიანის მაგრამ აქ რაღაცა თავისთვის სასარგებლოდ გამოჩენა აქ მე ვერ ვხედავ რაღაც ისეთი რამეს რომ აი თავისთვის სასარგებლოდ გამოჩენა დაკორიანა кайღა რაღაც იცით როგორი თემა არის აი ადამიანი ფიქრობს უფრო აი თავის თუ დაუშვოთ ახლა გამოუჩნდები მე რას მომცემს ეს შეხვედრა დაუშვოთ ხო იმიტომ აქ თავისი რაღაცები ამოძრავებს პაუზა თუ დასასრული არა უყვარ ხარ თქვენ პრინციპი ეს ხო აქ გეუბნებით აქ ადამიანს აი გოგო აქ ორი ვარიანტი იქნება იმიტომ რომ საჯარო გაშლა შეიძლება ადამიანი მართლა ფიქრობს ბედნიერებაზე ოჯახზე ცოლზე და თქვათ ახლა უნდა მხოლოდ ხო გეუბნებით საზოგადოებას როზე აყოლილი ადამიანი აი თქვათ აი როგორც ყველას აი ეგეთი რაღაცა თუ რამე სხვაობები გაქვს და რაღაცები შეიძლება ამის გამო ცოტა ვერ ყალიბდება შეიძლება აქ ის მომენტი იყოს რომ თქვათ ყავს ამას საყვარელი ადამიანი აქ სამკუთხედიც არ გამოვრიცხავ თუ სამკუთხედი გაქვს იცოდეთ რომ აქ ადამიანი ახლა მაინც აქ ოჯახს არ მეატოვებს არავითარ შემთხვევაში მაგისთვის აი შეიძლება მაგას რამე ესეთი პალაჟენი აქვს ან რაღაცა საზოგადოებაში რომელიც არ აძლევს საშუალებას რომ ან აერჩიოს დაუშვოთ ის ქალი რომელიც უყვარს და უნდა აერჩიოს თქვა ცოლი ეგეთი რამე კი ну ყველა ვარიანტში აქ შეიძლება ადამიანი სადმე წავიდეს მართლა ვაფშე საერთოდ მოშორდეს აქაურობას აი ეგეც ერთი რაღაცა შეიძლება იყოს ამუშავე დაუშვით ფიქრობს რომ იქ რაღაცას უფრო დამშვიდდები და კარგად ვიქნები რა ну მომისმინეთ გოგოებო აქ ახლა 50-50-ზე რო გითხრათ რომ აქ ექნება თქვათ ახლა პაუზა ან დასასრული პაუზას უფრო კი მაჩვენებენ აქ პაუზას მაგრამ გოგო თქვენ მე მგონი იღებთ გადაწყვეტილებას რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ უკვე იცით როგორ არის აი აღარ გინდათ უკვე არაფერი რა ეს აი იცით როგორ ხან
ცხელად ანუ დიდი ხანია ხართ სიტუაციაში, სადაც არ არის აი გარკვეული რა. არც იქით არის, არც აქეთ არის, არც იქით, არც აქეთ. ამიტომ აი აქ ეგეთი თემა არის რა. მოდით, ნუ ხო, სულ გაუგებრობა. მოდით რჩება თქვენ ამ სიტუაციაში, თქვენთვის რჩება ვეღოთ ტაროსგან. თქვენთვის ვაიმე, ეს როგორ მოდის. აი მოიკრიბეთ თქვენი ძალა, გამოდით ამ თქვენი ილუზიებიდან, გამოდით და დაკავდით იმ საქმებით, რომელიც თქვენ მოგწონთ. გაიგეთ? დაუჯერეთ ტაროლოგს, გეუბნები, დაუჯერეთ, ხო? ანუ დაკავდით იმით, შეცვალეთ მიდგომა რა, თქვენი ძალა გამოაჩინეთ, აი ეს რა არის, იცით ახლა, აქ თქვენში ისედაც რაღაცა გაიღვიძე, ცოდნა გაიღვიძე, რაღაცა ძალა გაიღვიძე, რაღაც ქმედების უნარი და იმოქმედეთ რა, გააკეთეთ. კი ბატონო, ხო? თქვენი თავი დაკავდით. კი, გამოდით ამ თქვენ, იცით, დიდი ხანი ზიხარ თქვენ უკვე ამ სიტუაციაში, რომელიც თქვენ არაფერსაც არ გაძ, თქვენ უკვე ყველაფერი ისწავლეთ. ახლა ტყუილა ხართ მიჯაჭვული, ხო? გამოდით ახლა ამ მდგომარეობიდან, ამ სიტუაციიდან. გამოდით, გადეთ ახლა იმაში, რა ქვია, წინ, всё, ნუ გეშინიათ. თქვენ ისედაც აი ხო გითხარით, აი აქ სწორი გზა აირჩიეთ და ამ ახალი თქვენი ცხოვრების ნუ გეშინიათ. ნუ აი ამისგან განთავისუფლდით და ვაფშე ძალიან მაგარი ყველაფერი გელოდებათ. სიყვარულიც, ახალი ცხოვრება, ფულიც, განთავისუფლდით, ენერგია თქვენ ამით. აი იქ ტყუილა ჯდომით, თქვენ ნახეთ რა მხოლოდ ენერგიას აჩერებთ, რომელიც და ამას რო განთავისუფლებთ, ხო? მოგეცემათ ფულიც და სიყვარულიც და ყველაფერიც გექნება ძალიან მაგარია რა. აი ახალი ადამიანი მოდის თქვენთან, ახალი სიყვარული რა. გეუბნებით, აქ არის ადამიანი, რომელიც აჩერებს ძალით აჩერებს ენერგიას რა. და ხო მიიღოთ გადაწყვეტილება, აი ამ გადაწყვეტილებას მიიღეთ რა. და გექნებათ უკვე ნახეთ, ანუ ამ ენერგიას, რომელიც ნახეთ თქვენ როგორ აჩერებთ. თქვენი ფიქრები, თქვენი აი დღე და ღამე რო ფიქრობთ, ადექით და განთავისუფლეთ რა ეს ენერგია. აი უკვე განთავისუფლეთ, ნახეთ 3 ტუზე. მეტი რა გავთქვა. დანარჩენი თქვენ თვითონ რა თქმა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. всё, ჩემო ლამაზებო.